გასულ 3 წლის მანძილზე დანაშაულის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2016 წელს ფიქსირდება. IDFI მიმდინარე წლის დანაშაულის სტატისტიკაზე და მის ხელმისაწვდომობაზე კვლევას აქვეყნებს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველთვიურად არ აქვეყნებს დანაშაულის დეტალიზებულ სტატისტიკას. IDFI მოუწოდებს უწყებას ყოველთვიურად მიაწოდოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს მონაცემები, ხოლო საქსტატმა თავის მხრივ უზრუნველყოს აღნიშნული საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნება. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ საზოგადოებას არ აქვს რეალური სურათი ქვეყანაში არსებული დანაშაულის მდგომარეობის შესახებ. 2016 წელს 2014-15 შედარებით დანაშაულის რიცხვი არის გაზრდილი სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის მძიმე დანაშაულებთან დაკავშირებით და რაც შეეხება პრობლემა არის ის, რომ 2016 წლის დასაწყისიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო აღარ აქვეყნებს ამ მონაცემებს, არც დეტალურს და არც ზოგადს. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ნდობა ვთქვათ, ხელისუფლების მიმართ, მათ შორის მათ მიერ წარმოებული სტატისტიკის მიმართ. ამიტომ ამაზე მე მგონი შინაგან საქმეთა სამინისტრომ შესაბამისად პასუხი უნდა გასცეს და ჩვენ მოვუწოდებთ მათ, რომ ყოველთვიურად გაასაჯაროონ ეს მონაცემები პროაქტიულად საკუთარ ვებგვერდზეც, მიაწოდონ საქსტატს და ეს შევიდეს მათ შორის ეროვნულ ანგარიშში.